დილამშვიდობის შუადღემშვიდობის. შუადღემშვიდობის. ორივე შენ თქვი, საღამო მშვიდობის დაგვჭა ჩვენ. აჰა, ძიმამ დალექსა. ამ დღებას გილოცავთ ყველას. ფაციკო მოიყვანა პატრონი, მაგრამ ცოტა ხანს შემოიყვანს. ხო, ფაციკოს ხავს მოყვანილი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. და გილოცავთ ვერავდვარიშვილის გამარჯვებას, ქამრის დაცვა უკვე ცალკე სირთულეებთან არის დაკავშირებული და აი ახლა ხალხს დამთავრდა სულ ცოტა ხნის წინ და რა ვიცი, მე მგონი ყველამ უყურეთ. უნიკალური სპორტსმენია, მართლა თავის სიგიჟეებით შუა გზაში საუბრებით, იმევის კომენტატორი გაგიჟდა ინგლისელი, ან ვერ ხვდებოდა, ხო რა საკეთებდა? საკეთებდი და ასე შემდეგ და რა ვიცი, გილოცავთ ყველას UFC-ის 2 ჩემპიონი, ამხელა ქვეყანას, პატარა ქვეყანას 2 UFC ჩემპიონი ყავს, ამდენი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს. ამდენი მისალოცი გვაქვს. ნუ ძალიან ბევრი, ძალიან მაგარი ამბავი მოხდა მოკლედ და ის იყო, ის როგორი თემა იყო? ძალიან შეურაცხყოფელი კოეფიციენტები მიცეს რა, ანუ ფავორიტად არ ხვდნენ რატომღაც მოქმედ ჩემპიონს და ის კაი ბიჭია ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ ეტაპზე ეგ მაგის ადგილი არ იყო, არ ეკუთვნოდა. თან გამოსულა და ბოლოს უთქვას, რომ საჯებმა წამაგებიეს, რას ნუ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი არის რა, ეთქობა ძალიან განაწყენებულია, ძალიან თვით დაჯერებული იყო თავიდან და შესაძლებელია. ტაქტიკურად, ფიზიკურად გადაუარა მერაბმა, დამსახურებულად მოიგო. და დიჯა წყარად საუბრობს, ამიტომ ესია რა ფაქტია. ამ გამარჯვებაზე ჩვენც ხო, ნახე როგორი გამარჯვება, თითქოს შეგებული და მშვიდად მიღებული გამარჯვება. მერაბ გილოცავ, მთელ საქართველოს ულოცავ, ნათლისღებას გილოცავთ დღეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება ლოცვა. გარდა ამისა იკურთხება წყალი, რაც დღეს ყოველთვის ხდება. რაც შეეხება, ანუ სად ისეირნე ასე გაროჯული და მეგონია რომ ჩემს ნათლულებს, ანუ და ჩემს რეკორდულ რაოდენობას მათქმევინებდი, მაგრამ სხვა შეკითხვით აბა რამდენი ყავს? 27. გასაბო. ვინ მოიგო? თავი გონია რეკორდსმენი. მე ფეგურს გუნდზე მე მყავს 200-მდე. მართლა, ნანუ? და ძალიან დიდი ბოდი. იცი რა, არ ვიცი, გამომდინარე ალბათ ჩემი კარიერიდან 35 წელია სადღაც მუშაობ და როგორც ჩანს, არ ვიცი, ბედნიერებას მნიშნავ ბევრი ოჯახისთვის შესაძლებელია და უარის თქმა მეგონა ადრე რომ არ შეიძლებოდა. ამიტომ ყველა ვინც კი მთხოვდა რომ ვიყავი ჩემი შვილის ნათლია, ყველას ვეთანხმებოდა. ბოლოს უკვე რომ ამერია და სახელი და გვარები აღარ არ მახსოვს, კითხე მამაოს და მითხრა რომ თავისუფლად შეგიძლია უარი თქვაო. დღეს უსმინე და ორი მამა ვსაუბრობდა ახალგაზრდა და ვინ უნდა მივიდეს, ნათლული უნდა მივიდეს თუ ნათლი უნდა მივიდეს და მნიშვნელობა არ აქვს. მე მაგალითად ხო, ერთმანეთთან ვინ მივიდეს, კი. არ არის. მე ამ დღეს მაგალითად წერენან მირეკავენ ხოლმე ჩემი ნათლულები. მაგაზე ვგიჟდები ეს მიწერ მოწერები უკვე ძალიან მე მაგრამ სოციალურ მაქსელმა ქნა რა. მე ზოგადად რეკავ ხოლმე. ტელეფონს ვიგებ და რეკავ და პირდაპირ ულოცავ ისაც მინდა და შენ კაი კაცი ხარ. აი $10 რომ მოდის, ხო იცი, ყველას ერთ და იგივე ტექსტები, რო რავი, ეხლა მე მაგალითად არ სიამოვნებ. გიფები. კი, ერთი და ასეთი გიფები. გილოცავ გირჩევნია, მეც ავიღებ ამ მაგალითს და მეც სახელობითად მივლოცავ დღეს ჩემს ყველა ნათლს და ჩემს ნათლიას. შენ მიდი შენ იცი ეხლა. კარგი, მოდი ჩვენი გადაცემა. ფაციკო დაუძახოს პატრონს. ყველა არ უჭირავს ძიმას ფაციკოს პატრონი რახანია გველოდება. კართან ფაციკო რა ქვია შენ მამას. ზიად ჩიხლაძეა ჩვენი სტუმარი, რომელიც დღეს ძალიან საინტერესო თემით არის წარმოდგენილი, ზამთარია და ყველა ვცდილობთ რომ მეტნაკლებად ჩვენი ცხოველები გავიყვანოთ ქალაქს ან საზღვარს გარეთ. შეგვეუბნა პატრიცეულოს ზიად მარტო მოვიდა, მაგრამ ახლა დღეს ჩავარდა. აი მე როგორ გავუყარდა მამას დანახვა. ძალიან მშვიდად იყო ძიმასთან კარგად ეჭირა თავი. ძიმა უყვარს. არა, ფორიაკობდა, მაინც უნდა შენ რო სულიყავ. თავისთავად კი, მაგრამ იშვიათად რჩება ხოლმე ესე პანიკა ეწყება და არ გარბის. ჩემთან შენ უარხარ ძალიან. აი ხარ და დაქტრიალებს რაღაცა და მივლოცოთ თელ საქართველოს და აუცილებლად მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელმაც აი არ სიამოვნა და გაგვახარა მთელი საქართველოს. ნამდვილად. ახლა ზუსტად რა შეეხება დღევანდელ თემას. ძალიან ხშირად ამ ბოლო დროს მიუსაფარ ძაღლებს ჭირდებათ ხოლმე გაფრენ, ანუ ძალიან ხშირად გაფრენა? წასვლა სხვა ქვეყანაში, ევროპაში, ამერიკაში. ხშირად მაგალითად ევროპელები და ამერიკელები იყვანენ ჩვენ მიუსაფარ ძაღლებს და მეერე მიდის დიდი რუტინული სამუშაო, რომ ეს ძაღლები გაფრინდნენ. როგორც ხვდები, რაღაცა ბევრი საბუთი და დიდი მოწესრიგება ჭირდება ცხოველს, რომ მან დატოვოს საზღვარი. აი, ვიცი რომ დღეს ამაზე საკმაოდ ისეთი რამდენიმე თვე სჭირდება ხოლმე თვეც კი? კი. то ძირითადად დამოკიდებული ვართ ხოლმე ლიმბახის ლაბორატორიის პასუხზე. ანუ პასუხები იგზავნება გერმანიაში ლიმბახის ლაბორატორიაში ეგრეთ წოდებული ანტისხეულებზე
უნდა აკმაყოფილებდეს და უნდა ჯდებოდეს ძაღლის ან კატის ანტისხეულები იმ ნორმაში და ნუ ეს წელოს ხოლმე პროცესი. ძვირია ეს ანალიზი. բայց ანუ თუ არ ვწდები სადღაც 500 ლარი 600 ლარი. ანუ რო არ ჩაიყვანო ავადმყოფი ძაღლი იქ თუ რაში მდგომარეობს ეგისა? ხო, თავისთავად კი. რო ცოფი არ კონდეს არა, ბევრი ამაზე ამოწმებენ. ანტისხეულებზე. ანტისხეულებს. ცოფის გავიგეთ, დადგენით რა უნდა დაუდგინონ თქვა, რო არ შეუშალ. აი ნახე ანტისხეულები. მე ადამიანები გავიგეთ, სიცხება არ მიჩვენია. არა, ანტისხეულები ძალიან ბევრ ამაზე პასუხობს ჩვენ ჯანმრთელობაზე და ძაღლებში თუ არეულია როგორც ჩანს. თუ არეულია და იქ და არ ჯდება ნორმაში. მე წავა კვლევა. ხო, თავისთავად მე უკვე ესე იგი ან ცოფის ვაქცინა არა გაკეთებული და ის დოზა არა აქვს ორგანიზმი მიღებული და თავისთავად საშიში არის. ой მე როგორ დაწვა. შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ თუ ეს საბუთები არ გვაქვს მწყობრში, ნუ კანაბრუნებენ, ძაღლს ან კარანტინში კეტავენ და შეიძლება ეს რაღაც გაგრძელდეს ერთი თვე. მაგას აჯობია რომ აქ შემთხვევაში შეამოწყო და გარანტირებულად იცოდე რომ არ აწვანებენ. ხო, მაგრამ ნუ ხშირ შემთხვევაში ყველას არ აქვს 500 ლარი რომ გადაიხადოს ანტისხეულების ანალიზში. როგორ დაწვა შეხედა ვდულა? ეს დაბადებულია პრინცესად და ფაცუგანა. მეტპასპორტი უნდა გქონდეს აუცილებლად მოწესრიგებული და ჩაკრული უნდა იყოს ყველა ის ვაქცინა, ჭიის, წამალი, თელი ამბები. ჩემსაც მოწესრიგებული აქ. აუცილებლად უნდა იყოს და ეს ვაქცინები და პრეპარატები, რომელსაც ვიყენებთ, უნდა იყოს ევროკავშირის მიერ აღიარებული, იმიტომ რომ არსებობს თქვა ბრაზილიური ვაქცინები, რაღაცა სხვადასხვა ქვეყნების და თქვა ის არ ჯდება ნორმაში და ამანაც შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა შექმნას. ანუ ბევრად დიდი დათვალიერებას და კი, აუცილებლად დაჩიპული უნდა იყოს და ჩიპის ნომერი უნდა ემთხვეოდეს პასპორტში შექმნას. ჩიპის garaშე უკვე ვეღარ გავიყვა რაღაცას არ არსებობს და თუ ჩიპი არ აქვს, აქვთ ხოლმე ტატუ ამოტვიფრული ფეხზე და ეს ნომერი უნდა იყოს ჩაკრული. გარდა ამისა, პასპორტი ჭირდება, ну ეს ვიცი ის პასპორტი, რაზეც საუბრობ, გარდა ამისა, თავისი საგვარეულო პასპორტი საჭიროა პირობითად. პასპორტი არ არის არავითარ შემთხვევაში, თორე ბევრს გონია ხოლმე. არა, მეტისი კი, მაგრამ თუ არ არის მეტისი ამ შემთხვევაში თქო. არ არის, არავის არ მოუთხოვია, მაგრამ ნახეთ როგორ არის სახმელეთო გზით შედარებით უფრო ადვილია ხოლმე გაყვანა ძაღლის, იმიტომ რომ ამდენ კონტროლს, რავი, ჩვენ რამდენი გავსვლართ არც მოუთხოვიათ ხოლმე ამდენი ძირთადად ვეთ პასპორტს უყურებენ, მაგრამ აი სახმელეთო სადმა წაიყვანო? მანქანით შეგვიძლია წავიყვანო საბერძნეთში, ბაქო, აზერბაიჯანი, თურქეთი, გერმანიაში, ხო, ევროპის ძალიან დიდი გზა. ევროპის ქვეყნებში არის ხოლმე ეს, რასაც ითხოვენ მოწესრიგებულად, თორე სომხეთი და აზერბაიჯანი ესენი არ ითხოვენ. ეს აკანკალებული გადმოვიდა შენი მანქანიდან დღეს და ეხა ეს რო შორს წაიყვანო გაგიდება. ეს 8 საათიანი გზა. შეიძლება ჩვენდად გამოსულა დაალები. ისე მართლა გზავრობას ხო იცი გამოფენაზე მიქნა ჩემო მეგობარმა ერთი ტაბლეტი დაალევინე დრამინა მეთქი. ძალიან გულიეროდა ძაღლს და 2 თუ 3 დაალევინა და რინგზე ვდგავარ. ეძინა ხო ეგ. რინგზე ვდგავარ და მოწყდა უცებ ძაღლი და დაეთ ძლივს ავაყენებ ეს და ეძინა იმას. ხო მაგრამ როგორ არ დაგიჯერა სამი როგორ დაალევინა. ისე ზვიად აი ჩემმა მეგობარმა შარშან წაიყვანა ძაღლი ამ ნიუ-იორკში. ძაღლმა იფრინა. მან კიდე უფრო რთულია. ხო, ნუ საბუთებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, უბრალოდ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა მოხდა უკვე მგზავრობის ბოლოს. ამა რომ გამოიყვანა თავის ძაღლი იჯდა რაღაც კონკრეტულ კონტეინერში. და კონტეინერი იყო ძაღლზე ოდნავ დიდი. და ამერიკაში უკვე დასაჯეს ეს პატრონი რომ ასეთ პატარა ვოლიერში არა ქონდა. ხო, ანუ ამაზე ჩვენ არ გვიფიქრია აქამდე. პატრონი ხო ვოლიერი? პატრონმა წაიყვანა და პატრონი დაისაჯა იმისთვის რომ თავისივე ძაღლი ჩასვა შედარებით პატარა ვოლიერში. ცით როგორ არის თვითონ აქ კონკრეტული მოთხოვნები ყველა ავიაკომპანიებს მაგალითად შეიძლება თურქიშმა მოგწოვოს სხვა ზომა, ხო, 6-დან 8 კილომდე არის ხოლმე ავიაკომპანიების მიხედვით, შეგვიძლია სალონში ყავდეს სპეციალური ბილი გადასაყვანი. ეს არის 3 კილო და 150 გრამი. ჯიბეში შეგიძლია ჩაიდო. ჯიბეში. ფაციკო ჯიბეში. რა ხარ დილით მეტრ 70 საღამოს მეტრ 70. ბევრი მოთხოვნები აქვს, ანუ სხვადასხვა კომპანიასმა ძირითადად მაინც ერთი მამდე მიდის თითქმის რა მოთხოვნა, შეიძლება ცოტა განსხვავება იყოს ზომებში და ამ შემთხვევაში თქვა ტრანსპორტირების დროს თვითონ ავიაკომპანიაში ვრეკავთ, გვეუბნებიან, რომ ვეუბნები თქვა ძაღლი არის პირობითად 40 კილო და გვეუბნებიან რა ზომის უნდა იყოს ეს კონტეინერი და აქვთ კიდე შეზღუდვა, რომ დაახლოებით 45-50 კილოს ზემოთ ფიზიკურად უარს ამბობენ კომპანიები ტრანსპორტირებას. მაგალითად ჩინეთთან ვერ წამოიყვანა ძაღლი.
დიდია ისეთი პრობლემები შეიქმნა იქ, რომ ერთამღა დატოვა რა მე იქ. ჩემ დეიდაშვილს მოუწია. სხვა გზა არ ქონდა უბრალოდ ეს შემთხვევებიც არის, მაგრამ ესეთი შემთხვევები რომ წაყვანა, წამოყვანა ამ ძაღლების ხო ძალიან ხშირი ხო არ არის, ხა ეს ბავშვი ხო არ არის, რომ გაიმგზავროს დასასვენებლად და წაიყვან. ძალიან ბევრს დაყავს, კი, ძალიან ბევრს. ეს ახალი ტრენდი. კი. სტრესი არ არის, ცოტა არ არის, გასო. აი პატარა ძაღლები ძალიან ხშირად დაყავს. აი გააჩნია, ხა მაგალითად ჩვენ ევროპაზე რო წავედით, 8000 ევროპაზე არა მოყოფილი. ფაციკო. პორტუგალიასთან ითამაშა? ფაციკო დადის მუხრაინ თბილისის რეისს. ჯერჯერობით ეჩვევა. ხო და ეს კავკასიურები რო წავიყვანეთ, ნუ თავისთავად თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ ნუ შემდეგ დაახლოებით 8000 კილომეტრი მოგვიწია მანქანით წინ და უკან ორივე გზა და ჩვეულებრივად იყვნენ იქ პრობლემა არ გადიან ხა. თავარი არის რომ ხო იყოს ადამიანთან ერთად ახლოს და კონდეს მოსასვენებლად იმ ხელა ადგილი რომ რაღაც მოკუჭულად არიწვეს და შეეძლოს შენ ნახე არის შემთხვევით რაღაცას ნახულობდი ინტერნეტში და ნახე რომელიც არ ვიცი ავიაკომპანიას ვერ დავიმახსოვრე მათთან რო გითხრა რო ძაღლი იწვა შეულებრივად სავარძელზე ზოგიერთმა დაუშვა ზოგიერთმა ავიაკომპანიას 8 კილომდე არის 6-დან 8 კილომდე დაშვებული შეგვიძლია ავიყვანოთ ბორტზე მაგრამ არიან კიდე სერვის დოგები რომლის აყვანა ჩვეულებრივად შეიძლება რომ ეგ იქეთ ხმარე ძაღლები ხო ძალიან იშვიათია იმამ თქვა რომ ძაღლები მიყავთ არა იშვიათი ჩემი დეიდაშვილი რომელსაც სენბერნარი ყავდა ნუ აი გაზარდა მართლა გაჩენის წუთიდან და ამ ძაღლსაც რაღაც სხვანაირი მიჯაჭვობა ჰქონდა ოჯახზე აფრიკაში მოუწიათ წასვლა და ისეთი პრობლემები შეექმნათ რომ ვერ წაიყვანეს და 5 წელი მოუწია სენბერნარს თბილისში ლოდინი ხალხო ეს იცით რა დრამა იყო ისეთი უბედური იყო ეს და მე მათ შეხვედრა ჰქონდათ ნუ არ და ერთი ისე რომ ძაღლს არ ავიწყდება პატრონი არასდროს თუნდაც 5 წლის შემდეგ ამ დაიძინა ეხლა უყურე არა ეშმაკურად ვინგშია ფაციკო წაფოთქა აუ როგორ წამოდგა რაღაცნაირად წამოთქაციკო აუ რა რატო ასწავლე ხა წამიესი ხა საჭველი ლაპარაკობს გელაპარაკება ვაი მილოგო საჭველი შერასაც ამბობ ზიად მაგერსაც ნახულობ ფაციკო მოდი ჩემთან მოდი ფაციკო მოდი და კიდე ერთი კითხვა აი მაგალითად ჩვენ ადამიანები სხვა ქვეყნებში როდესაც გეგმავთ მოგზაურობას ვეცნობით წესებს ხო მაგალითად არსებობს ქვეყნები სადაც ჩვენ სპეციალურ აცრებს ვიმატებთ აქ თუ არა ძაღლებს იგივე შეზღუდვებიან პირიქით დამატებითი აცრები სხვადასხვა ქვეყნებში ხო სპეციალურად ძირითადად რაც არის რომ აუცილებლად სოფის ვაქცინა უნდა ქონდეს გაკეთებული და თავისთავად კომპლექსური ვაქცინა რომელიც ბევრ დაავადებას მოიცავს ერთად და თუ ყველაფერი მწყობრში არის, მე უკვე აღარ არის პრობლემა და რაც შეეხება ამერიკას, იქ უკვე ევროპაზე ბევრად უფრო რთულია, იმიტომ რომ ითხოვენ ფოტოებს, კბილების, თან კბილვა როგორი აქვს ზავს. და მოკლედ ძალიან ისეთი გართულებული არის იქ წაყვანა და ამასთანავე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ არსებობს ზაღლის ჯიშები, მაგალითად ბულდოგი ბოქსერი, რომლის მგზავრობაც აკრძალულია. ეგრეთ წოდებული ბრაქოცეფალები, მოკლედ შვერიანი ზაღლები, რომელსაც უჭირს სუნთქვა, ვერ სუნთქავს და თავისთავად ამ სტრესის გამო შეიძლება ხო დაიღუპოს და ავიაკომპანიები უარს ამბობენ ამის გამო, თქვათ, შორმანძილებზე და შეიძლება ზოგადად თვითმფრინავით ტრანსპორტირებას ხოლმე. და ახლა კითხვა რომელიც გავაჟღერე თავიდან. ამ ბოლო დროს მართლა ძალიან ხშირად მხდება რომ მიუსაფარი ძაღლები მიფრინავენ ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში და ყველა ის ოჯახი რომელიც იყვანს ამ ძაღლებს არ არის ქართველი. რატომ არის ეს ტენდენცია იქ და არ არის ჩვენთან ჯერ? ამხელა დისტანციას გადიან ძაღლები რომ რაღაცნაირად თავის პატრონთან მე ჩემი აზრი აქვს ჩვენთან ესე იგი ყოველგვარი იმის გარეშე ბიუროკრატიის გარეშე იყვნენ ძაღლებს მე ესე მგონია მართლა არ ვიცით როგორ არის თვითონ მოსახლეობის რაოდენობითაც ეხა ძალიან ბევრად მეტნი არიან ფრანგები გერმანელები ვიდრე ჩვენ თავისთავად ბევრი ძაღლის მოყვარულია უფრო ადრე ჩამოყალიბდა მათთან სწორად ძაღლის სიყვარულის კულტურა უკვე იმათმა ჯიშიანი ძაღლები მოკლედ მოიყინჭეს ქართული კარგი სიტყვა გვაქვს და თავისთავად უკვე გადავიდნენ მეტისებზე და ძალიან ბევრს ყავს. ალბათ კარგი საქმეა ეს ხო ძალიან? კი, კარგი საქმეა და ძალიან ბევრი არის. ბატონი დარიკო არის გოგებაში ჩვენს ყავდა ხოლმე სტუმრად და ძალიან ბევრი ქუჩაში გამოგდებული კანეკორსო გადაარჩინა დღემდე ყავს გადარჩენილი და ბევრი წავიდა საზღვარგარეთ. ისტორია არ დამოვიწყდება არასდროს ქალბატონმა დარიკომ სტუდიაში მოგვიყვანა აბსოლუტურად უსინათლო კანეკორსო უკეთილშობილესი დიდი ძაღლი რომელიც 3 წამში მოერგო ადაპტირდა გარემოსთან და ძალიან კარგმა ოჯახმა წაიყვანა მია თუ ნია ამაზე დიდი ბრძოლა იყო მია და მია როგორც ვიცი ახლა ძალიან კარგ ოჯახში არის
რა ვიცი, მეც მინდა რომ ჩვენ ისე გავიზარდოთ, რომ არა ბევრი ფული ვხარჯოთ, ძალიან ჯიში ვხარჯოთ იქაც ფული, მაგრამ მიუსაფრსაც მივიღეთ. იცით როგორ არის გააჩნია რისთვის გვჭირდება, თუ რაღაც კონკრეტული მიზნები გვაქვს, თქვა ვართ მონადირე გვჭირდება რაღაცისთვის, ხო? სხვა თემაა და მიზანმიმართულად შეგვიძლია ავიყვანოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ რაც მეც სიკეთეს გავაკეთებთ და გადავარჩენთ ძაღლებს, იმიტომ რომ მართლა სავსე არის ჯიშიანი და არაჯიშიანი ძაღლებითაც ქუჩები. ხო და რაც მეც ავიყვანთ და შევიფარო. საერთოდ რამდენიმე თვის წინ დავდეის ინსტაგრამი, ხო ინსტაგრამი აქვს მარტო დავდეისა დილის ადრე. სინანული თქვი კიდე რომელი ქსელი გინდა? არა, პირიქით. ჩემო სიცოცხლე შეგჭამეს და გაგიშე. 10 წელი არა მაგასა. და თქვენ გაგახსოვთ ხათო. მეც რამეთქობა არა ხოდა. ასპრიო, აკისასპრიასთან მივედი და დილით ძნელა რა, რის ნახევარი. და თეთრი ძაღლი იჯდა. კარებთან არის. და იღრებოდა რა, მაგრამ ეხა ეგ ესეთ ძაღლია, ჯიში აღარ მახსოვს, მე გაჩვენე და შენ გეცოდნე, რომ ვიცი რომ არ გიყრეს, აი შანსი არ არის და შევედი მე. რაღაც ჩანთა დავტოვე, გამოვედი იჯდა. დილით არ იყო არაფერი ღია, შევედი კორტებზე ვითამაშე, რომ გამოვედი, ისე ვიგ დამხდა. მანამდე გადავიღე და დავდე ინსტაგრამზე, ჩემს ვთხოვე რომ Facebook-ზე გადააზიარეთ, რომ იქნება იპოვონ და ასკარად ის იყო რა, პატრონიანი გამოგდებული ან მოპარო გაქცეული და მე ის გაიღო იქ მაღაზია, წავედი უყიდე საჭმელები, ვაჭამე კარგად. წამოვედი, კიდე ერთ ვიდეო დავდე რომ მეთქი რაღაცა და მე მგონი ვერ წაიყარ, ვიღაცა მოგწერა რომ ცოტა ხანი შეიფარეთო და მე წავიყარ და მე ვთქვა მესაც შეიფარო, მე წავედი უკვე საგურა თუ მიუსწრე მეთქე, მე ვიღაც გოგო მეთქვა რომ ზაღლი წაიყვანეს. ხო და არ ვიცი რა პატრონი მივიდა თუ სხვა მივიდა, არ ვიცი, მაგრამ ანუ და მე თქვა, მოწერა რომ აი რა ჯიგარი ხარო რომ არ გეზარებო. არა, როგორ დაგეზაროს ხალი არსება. ისე გაიფუჭეს ავტორიტეტი, რომ ეგ არ დამეზარება არასოდეს მართლა და უშიკიდე. ჩემს უნდა ვთქვა მე, რომ მე ძალიან მეშინია ძაღლების წინ. ძალიან მშურს მართლა გეუბნები ხარ, რომ გისმენ და ზოგადად, ანუ ბავშვობიდან ეგრევე, არა ძაღლი არასოდეს ყოლია. არა, თუ ძაღლი არასოდეს ყოლია და ეთყობა აი ამ ძაღლთან ურთიერთობა, აი სულ მშურს და მიკვეს და მე ჩემს შვილებს ვერ ვასწავლიდი, რომ აი ძაღლი რომ მოდის, დღემდე მაქვს, რომ აი ბავშვი ავიყვანო, სადაც ისეთ ადგილას წავიდე და სულ მე ჩემს თავზე მუშაობ, რომ მინდა ძალიან, რომ აი ჩემს შვილებს ძალიან უყვარდეს და არ ეშინოდეს ამ ცხოველებს. და ჩემი აღმზრდელი აღმოჩნდა ზუსტად შენნაირად ხარ, რომ გისმენ, რომ ყველა ძაღლის პატრონია, ყველა ეფერება, ყველა კოცნის და ჩემი შვილები უკვე, ანუ მისი წყალობით, აი ქუჩაში ძაღლებს ეფერებიან და მეც აი ესე მოთმინებით თუ გაქვს საშუალება და შეგიძლია თქვა დაიყვანოთ თუნდაც ეს პატარა ჯიშის იდეალური ვარიანტი იქნება. მინდა კითხო მისი უნარჩვევები, ამიტომ ეს არის მაღაზიიდან ავისათუგება იცი. როგორი საქმოსახეცა აქ და ლამაზიც არის და უმაგრესია. ეგეთი ტიპი არ არის ზოგადად იუკები, მაგრამ აქტიურები ძალიან ისეთი ტიპები არიან, სულ მუდმივად ითხოვენ ყურადღებას, აი მაგალითად დედაჩემი ყავას როცა იდუღებ, ცალხელში ფაციკო, ცალხელში ყავა. ფაციკო და ცოცხი გავიგე, ნუ ბავშვებთან ცოტა რთულია ესე იგი. სულ ყურადღებას ითხოვს, თორე იდეალურად ეჩვევიან. მაგრამ იცი რა არის, თან ანტიალერგიული მე დაკვირვებული ვარ. ძაღლი რო ითხოვს ყურადღებას, თუ პატარა ტანის ძაღლი, არ არის ეს დისკომფორტი, იმიტომ რომ პირიქით ყველა მისი შეღება ჩემი აზრით სასიამოვნოა, ხო? არ მგონია რომ პატარა ძაღლი გღლიდეს. სადაც გინდა წაიყვან. მაგას გეუბნები და სულ სიამოვნების ქვეშ ხარ. ნუ აი სიგიჟეა. მე პლუს თვითონ ამ ჯის რაც აქვს ის რომ კაი ცირკის მასხარა ტიპები არიან, არ მოგაწყენს რა, ძალიან ემოციური და ესეთი ტიპები არიან და კარგად ყვებიან, აი თვითონ პატრონს თუნდაც აქტივობებში, თამაშის სირბილში, აი რაღაც რო გეზარებოდეს, გამოგაფხიზლებს მოკლედ და იძულებულს გაგდის რომ ეთამაშო აყვებას. მამრი უფრო რთული მოსავლელი არის, მე მგონი ვიდრე. იცით როგორ არის ზოგადად არა მარტო ძაღლებში და ყველა ცხოველებში ხვადი. ძალიან რთულები ხართ მამრები რა. ხო, აბა. ყველა ძუ ყოველთვის ვავიც მე ჩემი აზრით ძუ ბევრად უფრო ისეთი თბილები არიან, უფრო დამყოლები არიან. ხო, მაგრამ ზუსტად მე სულ მახსენდება გასეირნება ძუების და ხვათ განსხვავება. ნახე როგორი დრამატული განსხვავებაა გასეირნებისას. ერთი მე არ გვეთქვა, აბა შენ თუ მიხვდები, ერთს ჭირდება 9 საათზე მეტი რომ შარდის ბუშტი ბოლომდე დაცალოს და მეორე სქესი პირდაპირ 3 წუთში მზად არის შეგიძლია უკან დააბრუნოს აქში. აბა ამან ქნა და გიორგი ეცახდა აი მე ვიქევა უცებ შეხედა აღარ არის საჭირო გაქრა. ანუ მიხდი
ხო და ბუნება არის ეგეთი ახლა ახალი ამბავი ეს როგორი ქალები არა სხვა რამეს გეუბნები ესენი ფაციკოები ანუ ძუები კი ხო უფრო სწრაფად ასრულებენ თავის სამუშაოს. მე მეგონა პირიქით ხვადი აკეთებდა. მე მეგონა გაპრანჭული და დიდხარ. არა, ხვადი დადის და წვეთ შეიძლება კი, დროს წელავს რომ სახში არ წაიყვანოს. როგორ არის მე ძირთადად იორკები ვისაწყავთ ეზოში ყველა სეზარება ჩაყვანა და ყველა საფენზე ისაქმებს და ხვადების შემთხვევაში არა მარტო იორკები თქვა შპიცები, პუდელები, უკვე მე სახლში ისაქმებენ. იმიტომ დიწყებენ სახლის მონიშნვას და თავისთავად ეხლა ძალიან ცოტა შარდავენ, მაგრამ მაინც გამიშობა ცოტა აბდერია ფასაშინები მე აკა რო 7 წელია 6 წელია სახში შემოდის უკვე ერთხელ არაფერი სახში ვარიანტი არ არის კატებისნაირი ძენი არსებები სუფთა არ არსებობს უკვე დადგება კარებთან და გამიჟდება ადამიანებში არის ასევე არის ცხოველებში სუფთა ცხოველები არსებობენ ბინძური ცხოველი ანუ უწესო და წესიერი ცხოველები მაგალითად ყავს რამდენიმე რომელსაც შეუძლია თქვა აქ რომ ყავდეს აქვე მოისაქმოს და ჩაჯდეს შიგნით აი სამოედები მოისაქმებენ და დაწვებიან ხო აი ძალიან თან ახის მაგათი ბანაობა ხო იცი ხიან მაგას აი გაინტერესებს ეს სოციალკერიტი იხსნება მოგწონს ეს აქცია ერთი კიდე რაღაცები და ბოლოს თქვა ჩემი იყო არჩევანი ყოველთვის ზუარი და კარგები არის ის არის რა ქვია ეხლა კიდე აი ყოველ დღეს როდის გამოხო დღეს ნახე თუ გუშინ აი 5 ლეკი გამობანთან და კიდე რაღაც მარკეტის უკან გააჩინა არა ჩემთან არ არის ტრასაზეა მაგრამ რო ეხლა 5 აი ერთნაირები საყვარლები სხვადასხვა ფერი მაგრამ ერთნაირად გამოდი გული მისკება ბიჭო რომ აი გზის პირას ხდება რა და ვინ გააკონტროლებს ეხლა ხო არა ფიზიკურად არა ეს კიდე ეს საკე პრობლემა კიდე იქ ეს სტერილიზაცია რა ეხლა საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს რა ერთხელ რომ იმშობი არის ეს ქუჩი მაგრამ ძიმა ნახე რა ხდება სტერილიზაცია მე ჩემმა შვილმა კატა მოიყვანა სახლში მომინდა სახელმწიფო პროგრამით უფასოდ მისი კასტრირება და საოცარი რიგი დგას ივნისში ჩავეწერე და აგვისტოს ბოლოს მოგვიწია რიგმა ანუ ესე მარტივი არ არის რომ ავიყვანე ძაღლი კატა ქუჩიდან და პირდაპირ ხო და არღირს არ ღირს ძიმა იაფი არც კატის და არც ძაღლის სტერილიზაცია ეს ყველას არ შეუძლია 200 ლარამდე ღირს სტერილიზაცია არ არის ეს იაფი გააჩნია ცხოველის ზომას ნუ კატაც პატარა იყო და 170 თუ რაღაცა ლარი ღირდა ამიტომ მომიწია 2 კაი ერთი რამე კი ვიცი რომ სტერილიზაცია დაჯდა 600 რაღაცა ლარი მასე ღირს ძვირი ღირს სტერილიზაცია ძვირია მაგრამ ერთი ვიცი რომ უკვე ავტობუსში ხვდებიან ძაღლები რომლებიც სავარძელზე ძალიან კარგად მგზავრობენ, უკვე სახლები გვხვდება უღელტეხილებზე, უკვე აი ვფიქრობთ როგორ ვიმგზავრობთ ძაღლებთან ერთად და მგონია რომ ჩვენთანაც მოვა ის დრო რომ ქუჩაში აღარ დავინახოთ გაუბედურებულ ძაღლებს. და მართლა ყველა ჩართული ამ ამბავში რომ მოუვაროთ და რაღაცა ვიზნოთ და მთელი ამბები და ასევე ხა დიმა მართალი თქვა ხშირად მიწევს მე საგურამოში და ძალიან ხშირად ვხედავ და მე აი ის როგორ არის მოძრაობის დროს გამოქცეული ძაღლი როცა გადარბის გზაზე ძალიან ძნელია აი ხშირ შემთხვევაში მანქანა ეჯახება ხოლმე კატებსაც და ძაღლებსაც რეაქციის მოსწრება რომ მანქანასაც ააცილო იმასაც ააცილო იქ არ შევარდება და ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში სვერპლით მთავრდება ხოლმე და აი ხო მე მინახავს კიდევაც და ძალიან ხოთები ძიმე საყურებელია და ეხლა ერთ-ერთ დიდ მარკეტთან იქ არიან ძაღლები მე ჩემს სახელებს ვარქვე ხომ ერთ ფეხით კი შავია გარინჩა დავარქვი მეორე მოყავის სტროფერია ბეჟანი დავარქვი ბეჟია გარინჩა და ბეჟანი საიდანაც გამოვიდა არ ყავს რომელიმე მაგრამ აინტერესებს კოლინა არ ყავს რომელიმე კოლინა მელოდი კოლინა ამის გადაა მე მყავს სახში და ერთი პატარა ლეკი აიმხედა გამოჩნდა შავი ალახიან ჭუჭყიან გაუბედურებული და აი ამ გარინჩამ რო დაითრია ესა და დღემდე ისეულის რო ნახო შენ რო გადიჟდე რა თამას აწובה ამაზე ძირ ეს გაიზარდა უკვე ამას რო ვაჭმევთ იმასაც რა თქმა უნდა ისიც ჭამს აი ეს მაგალითია ფილმი შეიძლება გადაიღო ხო აი კატა და ძაღლი მეგობრებიან და უგებენ ერთმანეთს მართლა რა გჭირს ხოლმე ხო მაგრამ ჩემ კატას აქვს ეს ინსტინქტი მაგრამ რა უქნა იცი ამ თავის ყურადღებით ძაღლი მოვიყვანე სახში იმდენად დაწურა იხა თავზე ედგა ოღონდ არც უხრებდა არც უკნა არც არა უბრალოდ აი ხანაკიდან ხანიკიდან ეგრე სამადგენ მე გავისევი ახლა ხო კაი მოკლედ ლანიკორო დაგდგება ეს რომ თასო დღის განმავლობაში 1.50 რვა ინტერესს ხანაკიდან ჩემი დოდო ისე ირთმევინება
ამას მადლობა ზვიად. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სტუმარი ხარ კი არა და მასპინძელი ხარ. ჩვენ რეკლამის მერე დავბრუნდებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, უნიკალურ ანიკე კუასთან და ოთო ციკლაურთან ერთად დაგველოდეთ არ გადართოთ. სხვათა შორის ოთოს მშობლები ვეტერინარები არიან. ყველაფერი. ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში წყვილთან ერთად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლების უმრავლესობა გულშემატკივრობს. საუბარია ცეკვამენ ვარსკვლავებზე და საუბარია ჩემს საყვარელ ანიკე კუაზე. ვიქნები ცოტა მიკერძოებული დღეს, ხო შენი საყვარელიც არის? ჩემი საყვარელიც არის და მაშინ დიმას დარჩა ოთო. და ოთო. მე შენი მშობლები ვახსენებ. იყოს ორივე. იმიტომ რომ ოთოს ყავს არაჩვეულებრივი მშობლები, ვეტერინარები, რომლებიც გიждდებიან ცხოველებზე და ჩემთვის კიდე რა ვიცი, ცალკე არიან ადამიანები, ვისაც ცხოველები უყვართ, მაპატიო სხვა ყველა. ოთო და ანი, ხო, მშობლები არიან ვეტერინარები, კი. და ძალიან ჭკვიანი და აზრიანი და კარგი ხალხი. მოკლედ. პირველ ბოქსში რომ მოგვეყვანა. არ ხო, ვახსენეთ. კაი, ანი და ოთო. რა ხდება ცეკვებში? არა, პირველ რიგში შენ. ფარფატა ქალი, რომელიც არც კი წარმოგვიდგენია, რომ სახლის საქმეებს ააკეთებს, ცეკვავს და უცებ დირექტავენ და გეუნებია, რომ ანი მოდი ახლა უნდა იცეკო ჩაჩაჩა, რა ვიცი, კონტემპორარი და სტეპი და ასე შემდეგ. ბევრი არ მიფიქრია სხვათა შორის, იმიტომ რომ ყოველთვის მოვწონდა ეს გადაცემა, პროექტი უბრალოდ და ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ერთია რომ რაღაცა სცენა იცი, ოღონდ სხვა მიმართულებით და მეორეა რომ ის გამოაჩინო და იმით აჩვენო მაყურებელს თავი, რაც შენთვის არ არის ნაცნობი და ნუ ეგ ძალიან ცეკვაზე არ გიბლია? ცეკვაზე მივლია ოღონდ ბავშვობაში, ნუ ყველა როგორც დავდივართ 4 წლის მანძილზე. ქუსლიწვერი დოინჯი. და ამის შემდეგ რა თქმა უნდა შეხება არ მქონია საერთოდ ცეკვასთან და ნუ ეხა მე გამომდინარე იქიდან რომ ეხა ფორმაშიც არ ვიყავი შესაბამისში რომ რაღაცა სიმღერებიდან გამომდინარეც არ გიწევდა ბევრი ხო? ცეკვა და რაღაცა მოძრაობა დიდად ერთი რამე მინდა თქვა, ვიდრე დაიწყებოდა პროექტი, ჩვენ ნახულობდით ერთმანეთს და არ ვიცი, შენ ხარ ისეთი რაღაცა სექსუალური და ისეთი სხვა ცეცხლი გაქვს, რომ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ მართლა საოცრად იცეკვებდი, რაც ასეც მოხდა, ოთო. და როგორ დაძდება ამას, ეხა უყურებ და ყოჩაღ რა. ოთო, აბა თქვი, ხო არის საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდა? ძალიან, ყველგან, ყოველთვის, სადაც მომეცემა სიტყვა, აღნიშნავ იმას, რომ ანისთან ძალიან ახლოს არის ცეკვა სიმღერა რა. ძალიან ნიჭიერი არის ცეკვაში. და ამავდროულად ძალიან შრომის მოყარე, რაც ძალიან მთავარი არის ხან ყველაფერში. აი როგორ მომყვება მე, მაქედან გამოვდივარ. ხო, არა, ძალიან ბევრ შრომობს, ანუ ღამეებიც ხახო, რა მოყვებაო, შენ ოთო როგორ მიყვები? ერთი დღე ანიკე კუას მოუწია ბათუმში კონცერტის ჩატარება. აი მე ხა მოყვებ. ღამე წამოსვლა მატარებლით, დილას მოსვლა ცეკვავენ ვარსკვლავის რეპეტიციაზე, რეპეტიციიდან წამოსვლა ჭიათურაში, არ მახსოვს სადღაც, ჭიათურაში კიდე კონცერტი და ჭიათურის მერე კიდე ოთოსთან საცეკვაო. შენ როგორ უძლებ? მართლა ასეთი გრაფიკი. არისო ასე ზუსტად ასე იყო. ხო, მე გასაძლებად საქმე არ აქვს. ძალიან კარგი. აი, ერთი თმაო ეს ახალეთ და ლაპარაკი. ნუ დაესიერე თალები. გასაძლებად საქმე ნამდვილად არ აქვს. პირიქით, ძალიან კარგად მაქვს საქმე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენ პარტნიორი არის შრომის მოყარე რა. აი ხანდახან შეიძლება იმაზე გქონდეს კამათი, რომ ანი წადი სახში დაისვენე. დროა და აი ამ დროს არა უნდა დავრჩევი მეცად, რომ აი ამ დროს შეიძლება იყოს გასაძლებად. ნუ ეს ხა ვიღაცას მართლა ის არ მეგონა. ტერმინატორი. მანიაკი არისო, ნუ ესე ამბობს, ესე შემაფასა, მაგრამ იცი ის დრო რომელსაც გამოვტოვებ ხოლმე მგონია რომ რაღაცას ვაკლებ. იმიტომ რომ ეს არ არის ის საქმე, რაც რაღაცა დაბადებიდან ვიცოდი ვთქვათ, ხო? და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველივე წუთი იყოს გამოყენებული. და ამ ხელა ფიზიკურ დატვირთვას როგორ უძლებ? ani მაგას არ არის ეს შენი პროფესია, მატარებელი ამავდროულად ცეკვა მაქვს ახლა ცეკვაზე და მთელი ჩემი რესურსი ამაზე მაქვს მიმართული და შესაბამისად, ანუ სხვა რაღაცებზე
პირიქით, ჩემ თავს ესე ვუთხარი, არ მაქვს მიმართული არაფერზე სხვაზე, ჩემი ყურადღება და აქედან გამომდინარე, ალბათ მთლიანი რესურსი მყოფნის. ეხლა სპორტული კუთხით მაინტერესებს ეხლა. შეჯიბრია ეს რა, პრიზით, მოდი ესე ვთქვა, ჩემპიონატია. აი ეს რამდენად შენ ეხლა ის ვიცი პროფესიონალია და მოგება უნდა და ჯერა რომ მოიგებს. შენ როგორ ახლა? ანიკეკვა ისეთი აზარტულია, მართლა ხახნო ისეთი აზარტულია. არა, ობიექტურად ეხლა ეს შეჯიბრია და იგი ვარფასეჯიბრია. გადაცემაშიც გემოსწორება. ისეთი აზარტულია მართლა რომ შეუძლია რომ აი რაღაცები მოახდინოს. აზარტულობა ხა ჩვენ არ გვიკვირს და ანუ რაც შეეხება ხო სპორტია როგორც ახსენე, ნამდვილად სპორტია, იმიტომ რომ ზუსტად გუშინ წინ ერთ დღეში მომიწია ცეკვის სწავლა. რატო ერთ დღეში რა სად იყავი თქვენი? რაღაცა მოკეთ რაღაც ის გქონდა არჩევანის საშუალება გქონდა და რაღაცა მოკეთ ესე მოგვიწია რომ სწრაფად გვესწავლა და ოთას ვეუბნებოდი რომ იმ დღეს ანუ ზუსტად იგივე საათების ოდენობა დამახარჯინა ესე ვთქვათ, რასაც ვთქვათ რაღაცა 4 დღის მანძილზე გადანაწილებულად აკეთებ ხო და ნუ ფიზიკურად რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ვუთხარი რომ აი სპორტი არის ფაქტიურად. და კი, შენ ვერ ხვდები რომ სპორტში ხარ, რომ სპორტია შელამაზებული ლიდერი. აი ცხენივით რომ ჭამას მაყვება რაღაცები შეცვალე? ყვება, ნუ პროექტამდე მქონდა კარგა ხნით ადრე შეცვლილი. პროექტამდე რამდენი შენ დაკლებული ქონდა? კი, სადღაც ესე წელიწად ნახევარი გადავედი სწორი ცხოვრების წესზე, ესე რომ ვთქვათ. ნუ ყველაფერი ვქენი საკუთარ თავთან რომ რაღაც ესე რეჟიმში ვყოფილიყავი, სწორ კვებაზე და სწორ რეჟიმში და უკვე ცეკვებში ძალიან გამომადგა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქ ხა თუ არ გაქვს ესე ვთქვათ ფიზიკური მზაობა. რა თქმა უნდა, ეხლა 2 წუთში მოგტები და იღებ 1 წუთში რა. არა, მარტო დაღლაზე არ არის, პარტნიორისთვისაც ალბათ რთულია ხო, შედარებით თქვა ზედმეტი კილოგრამიანებიანი ქალი რომ დაგიდგეს წყულში მასთან უფრო ზოგადად არაპროფესიონალთან ცეკვა, რომელიც თავიდან სწავლობს ცეკვას და ჯერ არის ის რთული არის, მაგრამ რა ვიცი, ან დიდად არ მქონია პრობლემა ანისთან. არა, მე არის ნუ ამ პროექტის ხიბლიც ეგ არის რა, პრინციპში რა. მე ეხლა შეიძლება არასწორად თქვი, მას ჩემთვის არ აქვს ზედმეტი კილოგრამები და ყოველთვის ძალიან მაინც ნახე მგონია რომ 4 არის ჩემზე ბევრად გამხდარი რა თქმა უნდა და ამ პროექტში კიდევ უფრო მიდის ხოლმე კლება და ანუ მასაც ეთყობა. უბრალოდ სულ რასაც მიხსნის ხოლმე არის ის რომ არ არის ყველაფერი კილოგრამებზე დამოკიდებული, ტექნიკა არის და ის აზიდვაც და ეს მანევრები და ილეთები არის სრულად იმაზე თუ როგორ გიჭირავს ტანი. და ალბათ უფრო უკეთესად აქვს რაღაცა გასაღებები. კი, ანუ ხელში აზიდვა ადამიანის არ არის დამოკიდებული წონაზე, არ არის დამოკიდებული სწორ ტექნიკაზე. ხო, არ არის დამოკიდებული ძალაზე, არის შესრულების ტექნიკაზე. ჟიურიზე რას ვეკი? ჟიურიზე აი რო დგებით ხოლმე, აი როგორ ეს მომენტი ძალიან რთული. ცეკვაზე მეტად მაგაზე ნერვიულობ ხოლმე. როცა ისმე ხოლმე ჟიურის შეფასება. მე სხვათა შორის მე არა, ჩემთვის თავარია რომ ის მთავარია. მე ლოგიკურია ხა ის უფრო ინტერვიულებს. თავარია რომ იცეკოს, ჩემთვის თავარია რომ შეფასება. როგორ ფიქრობ? აი ეს ერთ-ერთ პროექტში მეც ვიყავი მსგავსში, სიმღერის პროექტი იყო, არაპროფესიონალთან ერთად მიწევდა მღერა და მეც ანალოგიური მქონდა. ერთად არ მღეროდი? მიშა ხუჯაძესთან ერთად და ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა იყო მე შეფასება, იმიტომ რომ მე აი ერთმანეთში მქონდა ეს საუბარი მე და ოთოსაც, რომ ფაქტობრივად მე მიფასებდნენ იმ ნომერს, იმიტომ რომ მე მიმყავდა ხო იქამდე მე ვასწავლიდი, მე ვარ რეპეტიციებდი და პასუხისმგებლობა ძირითადი მაინც არის პროფესიონალს. ნაწყელი დარჩენი ხართ? გულწრფელად. რაღაც აი უკმაყოფილო რა. არა, ჟიური იმისთვის არის რომ მისგან მიიღო კრიტიკა. ბოჭა როგორ ხა მე მაგალითად მიკამათია ბოჭაჩერტყოთან. არ გიკამათია? არა. ჯერჯერობით და რავი ზოგადადაც არ უდგები ეს საკითხს, იმიტომ რომ ზოგადად ის რჩევები, რასაც ჟიურისგან ვიღებთ ჩვენ, ისევე ჩვენი თავის განვითარებისთვის ვიყენებთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოგვადგება ის რჩევა, რასაც ჟიური გვაძლევს. ჟიური ახლა ისეთი კვალიფიცირებული ჟიური იყოს უსამართლო და აი ხალხი, მაგრამ კიდე არნიკეკოა გაჭერდი, ერთი კარგი თვისება გაქვს. ჩვენ ყველა ვართ ქალები. მაგრამ ქალთა შორის ქალი არის ანი და რატომ? მნიშვნელობა არ აქვს ხალხო, რა ტემპერატურაა გარეთ? რანაირი დელგმა და ჭექა ქუხილია. არ აქვს მნიშვნელობა რა კონტექსტია გარშემო.
ანი -50 გრადუსში გამოდის მაკიაჟი, დალაგებული თმებით, მოკლე კაბით, ყველაფრის გარეშე, იმიტომ რომ შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს რაღაცა გარეგნული იერი კონდეს ისე მოწესრიგებული რომ მე სულ შენი მშურდეს. იცი საერთოდ ყოველდღიურობაში ვერ ვიტყვი, ანუ არ შევიქებ თავს. იცი ბავშვობაში ვიყავი ფრანჭია ბავშვი, მაგრამ მერე და მერე უკვე შვედეთში რო წავედი, იმიტომ რომ შეამჩნია გამბარი მისი. მერე მას მოვაყოლებ რატო იცი. ესე იგი, მე უკვე ძალიან შემეცამდა დედაჩემიც მეუბნებოდა, მეჩხუბებოდა ფაქტობრივად რომ გადმოეწყე ხო საქართველოს, მაინც ყველა გიყურებს, არ ხარ ხა შვედეთში, ნიცაში, სადაც სწავლობდი მოკლედ იქ ძალიან სხვა მიდგომები ქონდათ. თან ხა არ მიწევდა იქ სცენაზე ყოფნა და რაღაც დაბალძირიანებზე ბოტასებში ჩვეულებრივად რა ყოველდღიურობაში ასეც მოძრავდნენ. დავდივარ. უბრალოდ სცენაზე მაინც ვფიქრობ, რომ ესთეტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მგონია რომ მაინც მაყურებელს მაღალთაში, როდესაც თოვი, როდესაც -6 გრადუსია, ალბათ იურიზეც იგივე შეგვიძლია ვთქვა. კი. რო გიყურებს, კეთილ გაწყო პირველი მოდის აქედან ალბათ. თუ რაღაცა უნდა მიხვიდე რა, იქამდე რომ მოეწონო რა ადამიანს, ხო, აბა. კი, ნამდვილად. ხო და ჟიურის რაც შეეხება მინდოდა წეღან მე თქვა. მე მაქვს მეც ასეთი მიდგომა აქვს, რომ ბევრი კონკურსი გამომივლია და ვფიქრობ, რომ ამაზე რომ დახარჯო ენერგია, კონცენტრაცია და რაღაცა ჩაიპოღმო, ani ფიქრო რომ აი მე მეტი მეკუთნოდა და რაღაცა ამაზე თუ გააკეთე კონცენტრაცია, მე მგონია რომ დაღუპული ხარ, იმიტომ რომ საქმეს კარგავ. კი, ეს ერთი და მეორე რომ მაინც ჯობია რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ყველამ. ისე ზოგადად ჯობია რომ ყველა ჩვენი საქმე ვაკეთოთ. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა რა ხდება? გადაეკიდეთ ერთმანეთს ემოციურად, ვინ თუ არა ჯერ კონკურენტები. არა, ერთმანეთში საერთოდ არ არის ესეთი სიტუაცია. ხალხო, რა ხდება? დრო რაც მეტი დრო გადის, ყველა კონკურსის მონაწილე გვეუბნება ისე და ნანუ ამის აღიარება ხა ცოტა ის არის, ხო ხტები რომ ისა. ემოციურად კი გადავეკიდე, როგორი სათულს ალაპარაკოა, რთული ალაპარაკოა. სახში ყველაფერს ლაპარაკობ. ხა ემოციურად პატარა ომები რაღაცები იქნება. დრო მარც მე პირადად არ მაქვს მაგის დრო. მართლა არ მაქვს დრო მაგისთვის, იმიტომ რომ მივდივარ რეპეტიციო, ფიქ რაღაცა ტანსაცმელს ანუ ლაშა ჯოხაძესთან მუშაობთ 1000 რაღაცაზე ფიქრობ, საერთოდ არ გაქვს მართლა არ მაქვს. თვითონ ცეკვის პროცესშიც აი ცეკვის სწავლა ასე წარმომიდგენია, რომ აუცილებლად გიყვირის ცეკვის მასწავლებელი. ჩემს გონებაში ეგეთი სტერეოტიპული დამოკიდებულება მაქვს, რომ ფეხი, ხელი, რაღაცას მაინც აკეთებს ამას. მე ბავშვობა გაიარა. სულის მასწავლებელი ჯოხით რომ ჩემი ბავშვობა არ არის, ნუ ეგრეა ეხა ცეკვის მასწავლებელი, რაღაც განსაკუთრებულად ემოციური. ცეკვის მასწავლებელი აი ეს ის გლი. აი ძიმა მე ეგეთონს აი მაშინ არის. აი თვითონ იტყვის მე არის რეალურად. ხო, რა არის? სულის მუხტის მომატების მეთოდი არის, რომელიც ყველისაგან განსხვავდება. ხედავ შე რა ტაქტიკა გეკონია. როცა მოუწოდებ ადამიანს რომ მიდი ეგ მაგარია, რაცურას ლაპარაკობ. მაშინ აი ადრენალინს იწვევ და უფრო მეტ შედეგს არ არის ხომ? ადამიანს იტყვი ახლა თქვენ ხარ შემობიერი მასწავლებელი. აი ეგ მინდოდა რომ მობიერი კაცია? არა, როგორია, იცი? ნელ-ნელა გხურდებიან რა. კი. არა, 50 ბევრი დრო. არა, რეალურად რომ თქვა 50 შინაგანად იმდენად კარგი ადამიანია და ანუ აი ხედავთ კიდევაც და მეტყოლებაში ეგ ეთყობა ადამიანს არ არსებობს. კი და დედა ნახე, მამა ნახე, შვილი ზუსტად გუში გავიცანი მისი მშობელი. შინაგანი კულტურა აქვს, ძალიან კარგი ადამიანი, კარგი მეგობარია ჩემი უკვე ამ მოკლე დროში შემიძლია. გონია რომ დაამთავრეს და ამ დროს. მაგრამ საქმეში ან მეც ესეთი ვარ საქმეში. მეც ესეთი ვარ, იმიტომ რომ საკუთარ თავს თხოვ ყველაზე მეც და ამას თვითონ მიბალანსებს ხოლმე, რა ანი ახლა ჩამოდი მიწაზე, ნუ თხოვ საკუთარ თავს იმაზე მეტს, ანუ ვიდრე შეგიძლია ამას. ყველაზე მეტად რა გიჭირს? რომელი სტანდარტი გიჭირს თუ არა, ყველა ცეკვას თავისი ნიშური რაღაც ნიუანსები აქვს და ვფიქრობ, რომ ყველა ცეკვა თავისებურად საინტერესოა. არაფერი არ უჭირს, ბოდიში ჩაგიჭირს. არ სტანდარტ, არაფერი არ უჭირს. როგორი ერთადერთი აქვს ის მომენტი, როდესაც ახალ ცეკვას ვეხებით, თავიდან სანამ ამ ცეკვას გაეცნობა, მანამდე შეიძლება მიუღებლობა გქონდეს ამ ცეკვის მიმართ, მაგრამ როდესაც გაეცნობა პირველ ძირითად ნაბიჯებს,
მე უკვე მიდის და ანუ ნაბიჯებს გაეცნობა ატმოსფეროს შეისწავლის შეშეკრე აზრიანი ქალია აზრიანი ნუ ყველა სტილის ეკვაზია საუბარი აქვს ხო უარს ვერ იტყვი ხო რომ გეუბნებია რომ ეს უნდა იცეკო შენ ვერ დაიწყებ რომ არა მე მირჩევნია რაღაცა იქ სხვა ვიცეკო არა ხო ეგეთი არსებობს თუმცა რაღაცა მაინც თუ რაღაც განსაკუთრებული რაღაცა უარი ან უარყოფა გაქვს ალბათ შეიძლება ამის განხილვაც ხო როგორ შეიძლება რომელიმე ცეკვაზე უარყოფა არ არის ხო ეგ მეც მართლა ყველა იცი მე საერთოდ კონკურსში როცა ვიღებ მონაწილეობას ჩემს თავთან მაქვს ეს გამოწვევა იმიტომაც არის რომ მაინტერესებს რომ ტურში როგორ ვიცეკვებ ანუ რომელ ცეკვას როგორ შევასრულებ გაიზარდე როგორც მოცეკვავე აი ამ 4 ტურის განმავლობაში კი რა თქმა უნდა ოთო მეუბნება რომ მიუხედავად იმისა რომ სამბა მაყურებლისთვის ალბათ უფრო ენერგიული და ეფექტური ცეკვა ოთოს შეფასებით ტექნიკურად უფრო გამართული იყო ფოქსტროტი რომელიც არის წყნარი რაღაც კლასიკური აკადემიური ჰაეროვანი მე ვფიქრობ რომ ჟიურის შეფასებაც გამოიყენე ასე თუ ისე რა თქმა უნდა ხო თქონზე ხო მე ნახულობთ ერთად ჟიური ჟიური რაღაც გინდა ეხ მოცეკვავის მხრიდან ანუ ჩვენ ვცეკვთ ხო ვერ ვხედავთ ჩვენ შეიძლება გამიცდეთ სხვა საერთოდ სხვა რაღაცას მაგრამ რეალურად ვქმნიდეთ საერთოდ სხვა რაღაცას მე გულის ხო ერთად თუ უყურებ და ერთად უყურებ და აუცილებლად განვიხილავთ ყველა სპორტი არა გეუბნები ფეხბურთი დავდგავთ და ვიდეოს გადავიღებთ უყურებთ ერთად მსჯელობთ ეს მოგწონს არ მოგწონს ერთად მივდივართ აი შენ გეუხრეხულება შენ თავის ეგ უნდა მეთქვა რა უნდა გავამხილო ეგ ამბავი იმიტომ რომ გამხილო ხო რატომ უკვე ფაქტიურად გამხილე ეს არის ხო ეხლა ყველაფერი რაღაც საუკეთესო იმაში ხო არ არის მე მაგალითად არ მიყვარს საკუთარი თავის არც მენა სიმღერის შემდეგ და არც შესაბამისად ცეკვის ყურება იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ მაგად ნერვიულობ იმიტომ რომ რა გავაკეთე ნუ იქ ლაივზე ოკეი ანუ კარგი ჩაიარა და თქვა მობილიზაცია მოვახდინე მთელი ჩემი რესურსის და გაიარა და აი ამის მე გადატრიალება ჩემთვის ემოციურად არ არის კარგი და სწორი და ამიტომაც ალბათ არ მიყვარს იმის ყურება თქვა იმიტომ რომ ყველა ნიუანს ვხედავ და ვიცი რა აი რასა და აი რა უკეთესად შემეძლო საერთოდ ანუ ლაივის შემდეგაც ცეკვის შემდეგაც ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ ხოლმე ჩემ ცეკვას და ეგრევე ვეუბნები რომ აუ არა ის უნდა მექნა ეს უნდა მექნა აი ვიცი ჩემს თავთან რა რაც შეიძლება არ ჩანდეს მაგრამ რაც ანუ კმაყოფილი ხარ რეალობაში შენ არ არასდროს კმაყოფილი არასდროს რა საბაბი აი ხა რატო აქვს ეს დამოკიდებულება რომ ის ვერ ვქენი ის ვერ ვქენი ის ვერ ვქენი იმიტომ რომ მე არ ვარ ზოგადად ისეთი პიროვნება რომ დავკმაყოფილდე მინიმალური და ზოგადად არის შესაძლებლობები ვიცი ამიტომ ზოგადად რეპეტიციების დროს მაქსიმალურად ვცდილობ რომ მისგან მოვიდე ნახე რა სტრატეგიის ყავს მეწყვილე კარგია იდეალურია და დავიშალეთ სარეუბნები ვაძლევ მე ვიცი რომ ანუ საკმარისი არ არის ერთი კვირა რომ ეს სრული ინფორმაციები გაკეთოს მაგრამ მე მაინც ვაძლევ იქნება და მაქსიმუმი გამოვიდეს მე ანუ ყველაფერი ახსენდება მე რაც ველაპარაკე და ყველაფერი რომ ვერ გააკეთა ანუ თავის მიმართ აქ კრიტიკა და რეალურად მე ხო კმაყოფილი ვარ რატო არ მიჯერებს აი კითხეთ რა ამას მე რეგეთქოს პროექტი რო დასრულდება აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ ყველაზე მაგარი კონკურენტი და ვინყავთ ეხლა აბა როგორ გონია თქვა ეს ეგ ლოგიკური კითხვა იცი რაღაცნაირი პროექტია არც ერთ პროექტში მსგავსი გამოცდილება და შეგრძნება არ მქონია სიმართლე რო ვთქვა გამომდინარე იქიდან რომ რაც არ უნდა კარგად ცეკვავდე და საუკეთესოდ შეიძლება და კონკურენციაში თქვა იყო რაღაცა 2-3 წვილი ყველაზე მეტად თქვა მაინც ვერ იტყვი, ვერ გასაზღვრა, იმიტომ რომ SMS-ები და ზარებზე არის დამოკიდებული, როგორც ხედავ, უმეტესი ნაწილი. შეიძლება ითქვას 80-90% თურმე. მან მუშაობს ზუსტად ის ვერაზეც ლაპარაკობდი. ეხლა ჩემი ლოდარი ხო ცეკვავდა, მაგრამ ხალხს ძალიან უყვარს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ტური გაიარა. ანუ ცეკვით ეხლა მართლა იმუშავა ვირივით მართლა ეხლა იცით რა შრომაც უნდა გაიარო ხო და ვიტყვი და შენ ეხლა საფუძველი ქონდა უფრო მოძრავიც იყავი წელიწად ნახევარი კარგად იკავებოდი ის ძალიან რთულ სიტუაციაში იყო და მაყურებლის სიმპათიებზე არის ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ამაზე ფიქრობ რა ეხლა შინაგან ხო ყოველთვის რომ როგორი დამოკიდებულება აქვს მაყურებელს იზის და ხმას აძლევს მაგრამ მაყურებელიც ძალიან უცნაური ჩვენ უცნაურები ვართ ხშირად გეზარება ტელეფონის აღება ფიქრობ რომ კაცო აი ფიქრობ რომ კარგად ცეკვავს და გადავა ისედაც გადავა
ეგრე არა ერთ SMS-ზე დამოკიდებულია ბევრი რამ. იცი რა მაინტერესებს? რა პროფესიის რა გინდები? თმა ისე გამეზარდა მეგობრებო, რომ სულ აფორია. არა, ლაპარაკში ესე ეწევა თვლიო უკვე. შეიჭრის, დაგვიდება და შეიჭრის. ეს არის შენი ხასიათისთვისება. ყველაფერი მიიყვანო ბოლომდე. რაღაცა მიზანი დაისახო, ძალიან პრაგმატული და ისეთი ანალიტიკური გონება გაქვს. რა ხარ პროფესიით? საერთაშორისო მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული, ახლა მუშაობ პროექტებს ხელმძღვანელობ, მარკეტინგ, კომუნიკაცია. და მოკლედ, ხო, რა ვიცი, ბევრი მიმართულებით მიწევს ამ პროექტების კეთება და ხო, ეგეთი ანალიტიკური აზროვნება კი მაქვს და რა ვიცი, შეიძლება მეხმარება კიდევაც. და ხარ ძალიან კარგი დედა და ყავს არჩეულებრივი შვილი, როგორ ასწრებ ხა მარკეტინგი, დედობა, კი მართლა 7 წლის რა ამბობს? აუ, ისეთი აზროვნების არის, რომ ანუ ჭკუას კითხავ ნამდვილად, იმიტომ რომ ისეთი სერიოზული დაალაგებული, ჩამოყალიბებული ადამიანი. გიждდება ალბათ, უხარია. სხვათა შორის, ანუ შეფასება აქვს ხოლმე ასეთი. ერთი პირველი ტური იყო მახსოვს quick steps-ზე მითხრა რომ მომეწონაო ყველაფერი ერთ-ერთი და ესე რომ შემოატრიალეო და ეგ არ მომეწონა. ეხლა არ გამომივიდა კარგად არ ვიცი. ხელი გაატრიალე. ბავშვი ყოველთვის შეშმერდებას ნახავთ, ხო? ეს ერთი რა იყო? ეს კითხა. ბავშვია, 7 წლის ბავშვი. ჟიური ხორდავს ადგოჩას. კი, მართლა ესე აფასებს და დანარჩენებზე ხო კარგი იყო, მაგრამ რაღაცა იმაზეც რაღაცა თავის კომენტარი ქონდა. ანუ ათები არ დაწერა რა. აუ, ისე მაგარი იდეა მომივიდა, ხა ერთი ბავშვი რო დავსათხოვნე ჟიურიში. ეგეთი ბავშვი. აუ, რა საყვარელ რაღაცა. აუ, მაგარი იდეა. ხوارია ეგეთი ბედრო, რომ მაგასაც შეაწეს, თქვა რომ შეუულია რა, ეხლა შენ აქ რაღაცა ძალიან მაგარი იქნება. იფიქრე ყველაფრის თქმა. ბავშვები ასეთები არიან. ხვალ რა გვიმზადებ, ხვალ რა იქნება, ხვალ რას ველოდოთ თქვენგან. უნდა გითხრა, შეიძლება. რასაიდუმლოა. ძალიან ჩემთვის რა ვიცი. არა, ეს არ უნდა თქვა. ისეთი ენერგიული, ცეკვას არ ვიტყვით, მაგრამ ენერგიული ცეკვა და ძალიან მოითხოვს დიდ ენერგიას. და იმდენი ილეთია. რა ტურია ეს შეიძლება ვთქვათ? რისი ტურია? არაო, მეგონი საიდუმლოა. ტური როგორ არ შეიძლება? თვითო არ თქვა განები რამე არ წამოგხდეთ ეხლა და ეგ რაღაც პრობლემები არ გავხიოთ ადამიანები. მზად თუ ხარ თავდაჯერებული თუ ხარ ძალიან საინტერესო. შეიძლება ითქვას რომ ყველაზე საინტერესო ტური შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ესე ვიცით რომ მაყურებელს ძალიან უყვარს ეს ტური. და ნუ ჩვენთვის ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი ილეთია, ძალიან სწრაფად უნდა ჩაატიო ეს ყველაფერი და ეს ენერგიაც უნდა გეყოს. ნოდას დიეტ ეხლა ეს მეც. ხო, აი რაღაც თქვენი ნომერი. მაყურებელს მიმართეთ აი კამერაში ორივე ერთად და თქვით თქვენი ნომერი. ნომერი, ხო. მიმართეთ. გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას. მოკლედ გთხოვთ თუ ვისაც მოგეწონებათ ჩვენი ცეკვა, დაგვირეკეთ ან დაგვიმესიჯეთ თვითონ ნომრიდან რამდენჯერაც გინდათ 09-300-352. ეგ ძალიან პატარა ისტორიას მოვყვები ამ კითხვაზე, ერთ-ერთი მორგი კონცერტის შემდეგ დასხდა ყველა, მე არ ვიყავი, მეც მოყოლით ვიცი, მაგრამ არ ვიტყუები. და მოვიდა მიმტანი, რომელმაც ყველას ნუ რაღაცა ჩაიწერა, შეკვეთები იყო ძალიან რაღაც მინიმალ თურქული ყავა, რაღაც ეს პეტერპეტერი რაღაცები, ნამცხვარი ცეზარის სალატი, კოსმოპოლიტანი რაღაცები შეუკვეთეს და მიადგა მიმტანი ჩვენს ანი კეკუას, რომელიც მაკიაჟით ძალიან ლამაზი გამოწყობილი, ცოტა გაყინული, მაგრამ არის. მიმტანი ძალიან რაღაცაერად აღფრთოვანებული ეკითხება, რომ ქალბატონოანი თქვენ რას მიირთვე და ანი მახედა. ღორის წვადი გაკო. საერთოდ არ არის ასე, ძალიან კარგად შეუკვეთია. ისინი ეცინება. ანუ ნანიკოს იმიტომ ეცინება ამაზე, რომ ანუ ვიზუალ და ყველამ შეუკვეთა რაღაცები, რა ცეზარის სალატი. ის მახსენდება, ადრე ერთი ძალიან ბევრი წლის წინ იყო მის საქართველოს რაღაცა ის ძიმს როტარდებოდა, ხო ის შუქები არ იყო და გოგო მოიგო რაღაც გამختარით და რა გიყვარს ყველაფერი და ხინკალიო თქვა და დასცინოდე. არა, დასაცინი. არა, დასცინი არ იტყირო შედასცინი. ხო, წარმოუდგენელია ალბათ. ისე დედა ჩემსაც ძალიან უყვარდა ხორცი და პასტურმა რაღაც სუჯუკი და ასე შემდეგ. ხო და მეც ალბათ გამომყვა ეს სიყვარული ხორცის მიმართ, ნუ მიყვარს. ხორცი მიყვარს ძალიან. ბიჭო, რა ხა რა, ასაგებია რა. ჩვენ ყველა გიგებთ. მე ხინკალი მეგონა იტყოდა, ღორიცად სამოდოდებოდი. მე და იმან გაგიგეთ. მაგრამ ერთი რამ ვიცი მეგობრებო, ძალიან ხშირად იტყუება გარეგნობა ადამიანის. როდესაც გავიცანი ეს არაჩვენში კარგად არ გიცნობ, მე ცალკე შენზე ვიტყვი. ანიკე ყვა მეგონა რაღაცნაირი
ქალი, რომელსაც სულ ჭირდება ყურადღება, დახმარება, ქალი, რომელსაც ჭირდება ყურადღება და არა, მაინც ყველა ქალს ჭირდება. ყველა ქალს ცხადია, რომ ჭირდება, მაგრამ იმდენად თვითმარი, ჭკვიანი, ძლიერი, აი რაღაცნაირი ქალი ხარ, რომ მართლა გეუბნები, ბევრი ადამიანისთვის ხარ მოტივატორი და დიდი მადლობა ამისთვის. წარმატებები გოგო. სასიამოვნო ემოციები. წარმატებებს გისურვებთ. თავარების დაუფლებასაც გისურვებთ. ვინც მოვა, ყველას ვეთყვი. წარმატებას ჩვენ ვუსურვებთ ყველას ჩვენს მეგობრებს, ვინც პროექტში იღებენ მონაწილეობას და 24 საათი შრომობენ. ახლა ჩვენი სტუმრები არიან ეს უნიკალური ადამიანები. გისურვებთ წარმატებებს, გამარჯვებას, თქვენი შრომის დაფასებას, ყველაფერს ლაღად და მხიარულად ჩამთავრებას და კიდევ არაერთხელ გელოდებით ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმრები. მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ორშაბათს 22 საათზე გრანდიოზული პროექტის ცეკვავენ ვარსკვლავების ახალი ეპიზოდი გელოდებათ. ჩვენ რეკლამის მერე დავბრუნდებით ის ჩვენი უსაყვარლესი აგრეთვე გრანდიოზული პროექტის მიმღერეს მონაწილეებთან ერთად. გია დავითულიანი და ნინი დავითულიანი იქნებიან ჩვენი სტუმრები. დავითიანი უკაცრავად მე გადავახვიეთ და გადავაკეთე. დაგველოდეთ ძალიან საინტერესო სტუმრები გავიმართ. თუნდაც უკვე მრავალფერ ნამღერი რეკლამა. ოჯახი ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში არაჩვეულებრივი მამაშვილი ყავს სტუმრად. სულ რამდენიმე წამისთვის ჩემთვის ძალიან გულისამაჩუყებელი იყო ნინის რაღაცა პატარა შენიშვნა მამის მიმართ. ნინი და გია დავითიანები არიან ჩვენი სტუმრები. ისინი მიმღერეს მონაწილეები არიან. მიმღერე უკვე მეოთხე სეზონია ჩვენს მაყურებელს ულამაზებს ყოველ საღამოს. პირველ რიგში გილოცავთ ნათლისღებას, მინდა რომ ძალიან ბედნიერები და კარგად იყვნენ და ძალიან მომწონს თქვენი ურთიერთობა. გიждები ისე მომწონს. როგორ გაატარეთ ახალი წლები? გილოცავთ ნათლიღებას, ახალ წელს ულოცავთ ჩვენ ქვეყანას. ყოფილიყო სიმშვიდე, სიწყნარე, სიხარული. გავატარეთ, რავი, როგორც ყოველთვის ოჯახში ერთმანეთის მოფერებით და სიყვარულით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ნამდვილად. სიმღერით და კეიფით და რამდენი დღე გრძელდება თქვენს ოჯახში? ზოგან 30-ში იწყება და მაგალითად დღეს და ხვალ მთავრდება მაგალითად ეგეთი. არა, მე კიდე ჩინურია. კი, ნუ ჩინურს ვინც არ ცნობს, ხვალ მთავრდება. 27-ში ნინაობა. 27-ში ნინაობა. ჩემი დაბადების დღე კიდე. დედა ჩემის და შენი დაბადების დღე 27-ში და ასე. კი, არა, ვაგრძელებთ ხოლმე. განწყობა ძირითადად საკეიფო გვაქვს ხოლმე და კი. ჩვენ პროექტებით ხართ. საცალკე ვცხოვრობთ და ვინცობა ის რა ქვია ტელეფონით ვაგრძელებთ მე ვიყავთ ერთად. რა მაგარია. კაი, მიმღერე პროექტი. მარტივად მიიღეთ გადაწყვეტილება რომ ერთად წარმსდგარიყავით აუდიტორიის წინაშე, რომელი იყო პირველი ვისაც დაურეკეს მამა? იყო რაღაც გარკვეული აღელვება, იმიტომ რომ დიდი პასუხისგებლობა ამ ხელა აუდიტორიის წინაშე გამოხვიდე ოჯახით. ხო, კიდე კაი ოჯახი დაამატეთ, თორე გული გამისხდა. ოჯახით და ესე იგი ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე ყველა ნიუანსზე და ყველა იმაზე ფიქრობ, რომ გინდა რომ როცა შვილზეა საუბარი და შენს გვერდზე შენი შვილი დგას, ყველაფერი ისე იყოს, რომ ხალხს რაღაც გარკვეული სიამოვნება და რაღაც. ანუ ნერვიულობ? არის მომენტები, როცა ნერვიულობ კიდეც კი. შენც ნინი? კი. ანუ იგივე პასუხისგებლობა მამასთან ერთად სიმღერა, ალბათ უფრო მეტი ამბობთ. კი, მაგრამ რავი, მაყურებელი ვარ მე და გეტყვით რომ ანუ ასე ნერვიულ გამიერ შეეშალოს თუ აი ასე. არა, ერთი რაღაც არ ვიცი, როგორ ითვისება ეს კარგი თუ ცუდი, მაგრამ არც ნინუცას და არც მე ჩვენი ნამღერი არ მოგწონს არასდროს და კომენტარები და იქ რომ რეკავენ და რომ მეუნებიან რომ რა კარგები ხართ ხანდახან ესე კი მაგრამ იცით რა მეუნებით პირველ რიგში რა თქმა უნდა თვითონ კონკურსი არის ისეთი არ არის კონკურსი უბრალოდ ეს არის გადაცემა სადაც მხოლოდ ეს სიყვარულება ერთმანეთს ყველა ოჯახი და ყველა წყვილი კონკურსია სადაც არავინ არავის არ აკრიტიკებს სუდად გახსნილდა ეს ატმოსფერო ძალიან გადმოდის ჩვენზე მაყურებელზე და სიმღერაც ისეთი რამეა ჩემთვის სიმღერა არა მარტო ტექნიკაა და ტექნიკური შესრულება არამედ ხასიათი და ხრობის მანერა ხო მე საღამოს ეძახი მაგას
გადაცემას საღამოს და გებრიელი მამაზი საღამო არა კარგი დამდები სუპრაზეც რო იჯდა ხო ხდები რაღაცა კარგია თბილა რა ესეთია და თან ეხა დეფიციტია ხო იცი უყურებ რაღაცა გიხარია რა ხასიათი და განწყობა კიდე საიდან მოდის ის ატმოსფერო სადაც იმყოფები ახლა მე მინდა ურმესი მადლობა გადაუხადო ტელეკომპანია იმედს და ამ პროექტს და ყველას ქალბატონ ეკანას ვიშვილს კეთის ყველას ვინც არიან ამ პროექტში ვინც იყვნენ დაკავებული იმხელა სითბო იმხელა ყურადღება იმხელა გვერდში დგომა რო აი არაფერი არ გაგიჭირდება მზად არიან ყველა კომფორტი შეგიქმნან იმისათვის რომ კარგად წასდგე მაყურებლის წინაშე ბენდი ჩვენი მაზანა უნჭიერესი კაცი მაზანას ჩემი აზრით ძალიან ნიჭიერი ადამიანი არა ძალიან ნიჭიერი ადამიანია და მადლობა მას და მთელ ორკესტრს რომელიც რა ვიცი საათობით იჯდნენ და მუშაობდნენ აი ამ ნაწარმოებზე რასაც ჩვენ ვასრულებდი და რაც იმიღერეს პროექტში არის წარმოდგენილი. მოკლედ დიდი მადლობა ყველაფრისთვის. ეს დიდი სიამოვნება იყო ამ პროექტისა, ესე გავლა და დღესაც აუყურებთ. ბევრი რაღაცა გვახსენდება მე და თქვენ არ მოგწონთ შენი ნამღერიო. ეგ ალბათ კარგია მე მგონი რა ჩემი აზრით და თავარი შეფასებები მან თქვენ არ ხართ ვარი მაყურებელი თავარი შეფასებები აი გვამშვიდებს და გვაწყდას კიდე კაი ასე რომ მაგაზე არ იფიქროთ ხო რა ხო მაგრამ ძირითადად აი ანიკე ყვა იყო წინა ბლოკის სტუმარი მასაც არ უყვარს თავისი მეც არ მიყვარს ჩემი თავის ყურება ალბათ რა ვიცი ეს მე ყვა მიყურებნა ნუ მე გიჟდები ჩვენ გიჟდები მე ჩემი რეპორტაჟები თავიდან ბოლომდე მაგალითად არადოს არ მიყურებია ფრაგმენტებს რო დებდნენ იმას უსმენდი ხოლმე და ხმაც ვერ ცნობ სხვანაირად ჩვენ ხართ მომღერლებს სხვანაირად გესმის შენი ხმა სხვანაირად მესმის ჩვენ ხო არის რაღაცა მაშინ მომენტს დაიჭერ რომ ვაი ეს ჩემი ნამღერია თუ რა ფრაზაა იქა და დააბრუნებ კიდე გადაახო და რაღაცა და არის კი არის და აი ემოციურად მე გახსენდება რომ აი ეს არ უნდა გექნა ცოტა ზედმეტი იყო ცოტა ნაკლები იყო და მაგრამ ეს ხო ისეთი რამეა შეიძლება ბევრად კარგად რეპეტიციაზე შეასრულეთ და რაღაცა შეცდომა თქვა ხელისგან დაუშვით მაგრამ მთლიანობაში მე როგორც მაყურებელი მხოლოდ ძალიან დიდ მადლობას გეტყვით იმისთვის რასაც თქვენ ჩემი ხასიათისთვის აკეთებთ მადლობა თქვენ პირიქით ამ პროექტმა დიდი დრო წაიღო ხო ეს პროექტი რო იწყებოდა პირველი სეზონი როდესაც იყო ჩვენს ტელევიზიასაც დაეწყო. ეზოში რაღაცა ბევრი ხალხი დადიოდა, გროვდებოდა, ოჯახები დამეგობრდნენ, გადაღების მერე ყველა სადღაც მიდიოდა, მოდიოდა. თქვენც ესე დამეგობრდით ყველა ოჯახი? კი, ნამდვილად. და აი დღის განმავლობაში აი დაღლა არ მიგრძნია, ხო? იყო რაღაცა 4 საათი, 5 საათი ჩაწერები. არ ვიღლებოდი და ხისმენატრება, რომ კიდე მივიღებდი მონაწილეობას დიდი სიამოვნებით. უფრო თამამად. კი. რა მოგცათ ამ პროექტმა ორივეს? ძალიან დიდი გამოცდილება. კი, მე ხა გამოცდილება ღმერთის წყალობით არ მაკლია სცენაზე დგომის საბედნიეროდ ჩემი ჯგუფი ალილოს და აღაშვილების პროექტის ქუჩის მუსიკოსების წევრი ვარ და მიხარია რომ არის რამდენიმე კოლექტივი სადაც შემიძლია მე ჩემი მუსიკალური ნიჭი გამოვაჩინო და აქედან გამომდინარე ყველას დიდი მადლობა ჩემ ალილოს ბიჭებს, ჩემ აღაშვილებს, ყველა იმ ადამიანებს თქვენ, რომ ჩვენ ესე გვათამამებთ ეკრანზე და იდეა ხო წარმოიშვა, რომ ეს თქვენ ოჯახური რაღაცა პატარა კონცერტი, არა, გავიცი ხა. სხვათა შორის ჩვენ გვაქვს სივრცე პროცეულაში სადაც არის ჩემი ხელით გაშენებული ნაძვნარი. ეს ნაძვნარში მოწყობილი მაქვს მთელი ცხოვრება. ბავშვობიდან მქონდა ნატურა რომ ჩემი საკუთარი სცენა მქონოდა და მოვესწარით მაგას და გამაგარია ზაფხულიდან ღია სივრცე რადგანაც არის სეზონურია მოიხსენებათ და ვიწყებთ რაღაც სერიალს კონცერტებს. მე კოწოში არ დაგვატიჟებენ. ძალიან მაგარია. კი ბატონო, ხორცილებიც გვექნება კონცერტები. ხორცილები? ბენვარის ლოჟაში თქვენი ადგილები. კი ბატონო. ნაძვნარში. დიდი მაგარია. ახლა კითხვა. შან ერთ-ერთ გადაცემაში აქედან მიდიოდით სადღაც რაღაცა ჩითილების თუ დერგების თუ რაღაცა. კი, კარგი აგრონომია ბატონო. მაგ სიტუაციაზე მე რაღაცა წარიჭობდი მაგრამ ეხლა ჩვენ ხოფში იქით სამეგრელოსკენ მქონდა კონცერტები რაღაცა და მანქანით რომ მივდიოდით
ესე იგი საახალწლო პერიოდი იყო და მე და აჩიკო ვერიძე მანქანით წამო მე ხა ცოტა გურმანი ვარ და სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ჩიჩიებთან და ასე შემდეგ და შენო იციო გიაო არჩევაო და ერთი კაი გოჭიოს მეგრული გოჭი ხო იცი როგორიაო და იქნებაო ამარჩევინოს და ყველა ეზოსთან მასპინძელო გოჭი ყავს ამალარია გათავდა მოკლედ ვიარეთ ესე და მაინც გაწირული იყო ბოლოს ერთ ეზოს მივატექი და მეთქი სამეგრელოში გოჭი არ არის მეთქი აჩი რა ხდება აბა ბიჭო რაღაც სეზონი ბატონოკია სეზონი დავინახე ესე ოჯახში პატარა სანერგე მეურნეობა აქ ვიღაცას გაკეთებული და ხო იქით ისა და მეთქი რა გოჭი რის გოჭი და ესეთი პატარა ლამაზი ნაძვი დავინახე და გადავედი და მეთქი აი გოჭი კი არა ყავთ მაგრამ აი ეს ნაძვი მომყიდეთ მეთქი რა შენი ერი ეს არის ჩეინჯი მოკლედ მიწიდან ამოვაღებინე ქოთანში ჩავას მევინე აჩკო მიბინებს ამორას გოჭი მინდა აჩიკოს გოჭი მოკლედ აი ნერგით ესე ვიარე იმიდან რა ქვია ხობიდან თბილისამდე ერთი გოჭი სიცოცხლე შევინატრიალდეს რაღაც არ მოვიდეს ამდენი წამებია ერთი ორი დღის უკან ავედი მოვინახულე ცოტა წყალიც დაუსხი რაღაცა აი კარგად არის რა ისე კარგი ახალწელს არა მეც ისე შემიყვარდა ეს რაცი გადავედი 8 წელია სოფელში ასე ვთქვა რა სოფელია და ისე შემიყვარდა ეს ისენი ბალახი ბულახი ყვავილიშ მაგრამ რამე ცოტა რო გახმება ისეთი ისე რამის პასუხია და წელს ხშირად ვამჩნევდი ამ ტენდენციას რომ ერთმანეთს ეჭუბებოდნენ რომ რატომ მოჭერი ნაძვის ხე პირდაპირ იყიდე ქოთნიდან დაირგი ეზოში ესეც გაჩნდა ჩვენი საზოგადოებაში დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ეს არის და მეც აი დაუბრუნდეთ სიმღერას ეხა უკვე სცენა ექნება ღიაცის ქვეშ ხშირად მღერით ერთად თუ გამოიყენებთ აწე ამ გამოცდილებას და იმღერებთ ხოლმე დროში ვერ დროში, მაგრამ ყოველთვის გამოვძებდით იმისათვის, რომ რაღაცა ისეთი შევქმნათ, რომ ჩვენი მსმენელი ყავდეს კმაყოფილი. აი, ერთმანეთის რამე ფავორიტი სიმღერები გააქვთ? ანუ თქვენ ამისი, თქვენ იმისი. რამე განსაკუთრებით. მამა ჩემს ყველა სიმღერა ჩემთვის ამ ფავორიტია. ამას ხმა კიდე და ეგრეა ეხლა. რა მინდოდა რა ხო შეიძლება ერთი ეთქვა რამე, ეგ შეიძლებოდა რა. კი, ნინუცასაც აქვს სიმღერები, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის თხოვრო შეასრულოს ხოლმე. დღეს რას გვიმღერებთ? დღეს გვიმღერებთ ვერაგისრულეს. ხო. მიგზავნით ჩვენ სცენაზე. ეგ მაგარი მე ძალიან დიდი მადლობა. გადასარევად მღეროდა ცხონებული დოიჯა. კი. ეს არის ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა, ნოდარიც აღარ არის ჩვენ გვერდზე ფანტასტიკური ადამიანი იყო. გენიალური კაცი. ზურაც არაჩვეულებრივია. ხო, დოიჯას რაღაც ხასიათი შეხვდებოდა, მაგრამ რაღაცა ხო, კურსი მაქვს, მაკარაშ თუსნო ვაქცინაზე. კი. მე მინდა ეს ორი ფანტასტიკური ადამიანი ნათელში იყოს ზეციურ საქართველოში. მივზადით ჩვენ სცენაზე ახლა შევასრულებთ ხავს. მოუწმენელ თველით პარასკევს 22 საათსა და 30 წუთს, როდესაც მორიგ ჯერზე ჩვენ უზარმაზარ სიამოვნებას მოგვანიჭებს სხვადასხვა ოჯახები. ამ შემთხვევაში ჩვენი სტუმრები არიან გია და ნინუცა დავითიანები. ვერაგისრულე რასაც დაგპირდი ისევ მოვედი შენთან შენს ლურჯ ფანჯრებზე დნება აპერილი და სილამაზე ფერთან ვერაგისრულე რასაც დაგპირდი ისევ მოვედი გადამიფრინდი ჩიდის პარტყივი ბევრი არ ერთმა მომდებდნენ წარსულ დღეთა ლანდები ვერ დავემალე ვერსა
მე შენთან განცდილი ვეღარ სათბოვა ვერსა არა გისრულე რასაც დაგპირდი მე ისევ მოვალ შენთან მომდევნენ წარსულ დღეთა ლანდები ვერ დავემალე ვერსა გულისაოცა დარდი დაჭრილი ფეთქავს და აღარც ფეთქავს ვერაგისრულე რასაც დაგპირდი ისე მოვედი შენთან ბოლომდე შემსვისევდის ფიალად მავნებს ილუქე ფერთა მინდა მოგიძღვნა მთელი სიცოცხლე შენ სიყვარულის ერთად ვერაგისრულე რასაც დაგპირდი აი მოვედი შენთან სიყვარულის უცხონაბირი არ არსებულა ქვეყანად სულ მასია მე შენთან განცდილი ვეღარ სათბოვა ვერსა არა გისრულე რასაც დაგპირდი მე ისე მოვალ შენთან უცხონაბირი არ არსებულა ქვეყანად მომენადრე და ვეღარ გავწერი ისევ მოვედი შენთან არა გისრულე რასაც დაგპირდი მე ისევ მოვალ შენთან მე ისევ მოვალ შენთან მე ისევ მოვალ მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მაგარი განწყობა შემექნა მე პირადად, ეხლა სპორტზე უნდა გადავერთო პატიცემულებო და ახლობით 10 წუთში დაგიბრუნდებით მე და ნოდარი ჩვენ სტუმართან ერთად ლევან კობიაშვილი იქნება შენთან და მთავარი თემა რა გვაქვს? მერაბ დვალიშვილის გამარჯვება. ხვიჩა კვარაცელიას სარეკორდო ყველა დროის საქართველოსთვის ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენში და განცხადება კლუბის პრეზიდენტის რომ კვარასთან ერთად ჩვენ ვივახცევთ იმას, რაც ვერ ვივახციეთ მესისთან ნეიმართან და ისე დიდი ამბავია ატეხილი კვარაზე. არა, პასუხისმგებლობაა გუშველებელი, მაგაზე ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ. ფაქტია რომ ეს ტრანსფერი შედგა, იმედია დამშვიდება, დაწმარდება და ითამაშებს იმ ფეხბურთს, რომელსაც ჩვენ მიშეულები ვართ და ძალიან მაგარი ფეხბურთელი ყავს. ძალიან და ასევე სხვა თემებზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ თავიდან მოგვიშორე, ჩვენთანაც გესაუბრებთ, რომ სიტყვა ჩვენს ჩვენთან მესაუბრა იქ მე რაზე ბალეტზე მესაუბრა მე? როგორც შეგესაუბრებით, იმესი შეიძლება ვერ ისაუბროთ, ხო? არა, ეხა გავაცინებ. და დარჩიბავსებდო მაშინ, ხო, ეხა ეგ ვიცი, ხო, ეგ ვიცი. გუშინ ჯაჯო ეუბნება დედაჩემს. მაგარია, გუშინ ჯაჯო ეუბნება დედაჩემსო. მე მგონი დაამთავრო ჯობია. არა, დედაჩემს ხილამურზე დგას და ეუბნება რომ არ მეკ პირდებით, ხო? ხილამურსა? დედაჩემს ეპირდება რომ ამოვალო გუდაურში და შენთან ერთად დავდგებით ხილამურზე და აბა მე რა ვკითხე პირველი ჯაჯო ძიმას რო დაპირდი ფეხბურთზე წასულა რამდენჯერ იყავი დელტაპლანიდან ასე რომ გადაგდები ჯაჯო ჯერ ესე კი ჯაჯო ჯერ შესასრულებელი გაქვს დელტაპლანი მერე ხილამურები და მერე რა ვიცი ეხლა რო თქვი ეჩები დგას ხილამურზე და ჯაჯო რაღაც უთხოვ მე მგონი ეგ ერთ რაღაც ბაკურიაში იყავით რა ჩემთან სახში სახში დაიგეგმა ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მოკლედ წავედი ჩვენ და მე ცოტა ხანში მე და ნოდარი შემოგიერთებით ძალიან დიდი მადლობა. ხო, მოკლედ ხვალ არ უნდა დაგავიწყდეთ ჩემო საყვარელო მაყურებლებო საღამოს 10 საათზე მორიგი ტურიცეკვავი ვარსკვლავებისა დამიჯერეთ საოცარი სანახაობა გელით. ჩვენ შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის. ნახვამდის. აბა ჰე, ცოტა ხანში შევხვდებით. კარგად.